ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში ამერიკულმა სავაჭრო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აპრილიდან მოქმედი მაღალი ტარიფები ათობით ქვეყანას შეეხო, რაც ჩინეთიდან იმპორტზე 30%-იან, ხოლო სხვა ქვეყნებზე საშუალოდ 10%-იან გადასახადს გულისხმობს. ტარიფების მუდმივი ცვალებადობა და სასამართლო დავები მხოლოდ ამძაფრებს გაურკვევლობას საცალო ვაჭრობის სექტორში. ამის ფონზე კომპანიებს რთული არჩევანის გაკეთება უწევთ. ან შეინარჩუნონ ფასები და შეამცირონ მოგების მარჟა ან წნეხი მომხმარებლებს გადაიტანონ. კომპანიები, რომლებმაც უკვე გაზარდეს ფასები, მოიცავს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორიცაა Costco, Best Buy, Shark Ninja და Novel Brands. მაგალითად, Costco-მ ზოგ პროდუქტზე, მათ შორის ყვავილებზე, ფასები უკვე საგრძნობლად გაზარდა. ხილსა და ბოსტნეულზე კი ჯერჯერობით უცვლელ ღირებულებას ინარჩუნებს. Best Buy თქმით კი, მაისის შუა რიცხვებიდან უკვე მიმდინარეობს ფასების კორექტირება, თუმცა კონკრეტული პროდუქტების დასახელებისგან ჯერ თავს იკავებენ. რაც შეეხება Shark Ninja-ს, მის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ტარიფებმა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მაგალითად, ესპრესოს აპარატის ღირებულება $499-დან $559-მდეა გაზრდილი. ზოგად ჭრილში კი პროდუქცია საშუალოდ 20%-ით არის გაძვირებული. მეორე ჯგუფს წარმოადგენენ კომპანიები, რომლებიც ფასების ზრდას უახლოეს კვირებში გეგმავენ. Walmart-ის განცხადებით, მომხმარებელი ივნისიდან უკვე შეამჩნევს ფასების მატებას ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა სათამაშოები, ელექტრონიკა, ყავა, ხილბოსტნეული და ყვავილები. Nike-მა ასევე მიმდინარე თვიდან ტანსაცმლის ფასები $2-დან $10-მდე, ხოლო ფეხსაცმლის $5-დან $10-მდე გაზარდა. შემოდგომა ზამთრის სეზონისთვის კი ფასების აღმავალი ტრენდით დაკორექტირებას აანონსებენ ისეთი ბრენდებიც, როგორიცაა Ralph Lauren, Timberland, Vans, The North Face და ასე შემდეგ. ერთადერთი მსხვილი კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს ფასების ზრდას, Home Depot-ია. კომპანიის განცხადებით, მათი პროდუქციის 50%-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოება, რაც უახლოეს პერსპექტივაში ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. კომპანიების განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად საერთო სურათი ნათელია. ტრამპის არაპროგნოზირებადმა სატარიფო პოლიტიკამ საცალო ვაჭრობაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა. არაერთმა ბრენდმა შეამცირა წლიური ფინანსური პროგნოზი და ამასთან ბაზრის სულ უფრო მეტი მოთამაშე ცდილობს წარმოება ჩინეთიდან სხვა ქვეყანაში გადაიტანოს. ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომსახურების სფეროს კომპანიების 77%-მა ტარიფების ზრდის გამო ხარჯების საგრძნობი მატება განიცადა, ხოლო ფასები 40%-ით გაზარდეს. წარმოებლების შემთხვევაში კი ხარჯების ზრდა კომპანიების 75%-ს მოუწია, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია კი საშუალოდ 35%-ით გაწვირდა. საერთო ჯამში მაისში ჩატარებული კვლევის თანახმად 300 აღმასრულებელი დირექტორიდან თითქმის 90%-მა განაცხადა, რომ უკვე აქვთ გაზრდილი ფასები ან გეგმავენ ამას უახლოეს მომავალში. მათი 70% კი აღნიშნავს, რომ პროდუქციის ღირებულება მინიმუმ 2.5%-ით დაკორექტირდება. მეტიც, როგორც კომპანიებში განმარტავენ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სატარიფო გაურკვევლობა, მით უფრო მტკივნეულად აისახება საბოლოო მომხმარებელზე, როგორც ამერიკის, ისე ცხადია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.